ხო. რა შვები, ფულზე მიჩალი ჩერამე? ბიჭო 3000 ლარი მე რო არა მაქვს ხო იცი შეჩემა და რაღაცას ვიჩალიჩე რა. პროსტა რა დგინდა. ბიჭო მჭირდება რა. ან შენთვის რა მნიშვნელობა აქვს? რამე შარში ხო არა ხარ? ბიჭო შარში რო ვიყო არ გეტყოდი? მჭირდება რა. გეტყვი მე ყველაფერს, მაცად. კაი რაღაცას ვიზაო რა. თუ გავჩითე ეგრევე დაგირეკა. კაი, მიდი ლაშეკ ზმა ხარ და იმიტომ შენი მეძე ვარ რა. მაქსიმუმ აი გაწიე გამოწიე ერთ კვირაში რაღაც მაყუცველოდები და ეგრევე მოგაწოდე. და შეიძლება უფრო ადრეც მოგაწოდე. კაი, დავაი, მიდი, ბაზარი არა. კაი, მიდი, ძმა ხარ. ვა. შეშვი. ვა, ანუშკი, როგორ ხარ? კარგად შენ? დავი, საკაი, ხოდ როგორ ყოველთვის. წავედი. დამელოდე და გაგიყვან ორ წუთში. არ მინდა ჩემი წავა. კარგად. კარგად. რა ვაბა, რა ხდება? ბიჭო, მეტი 3000 ლარი ხო არა გაქვს 1-2 კვირით რა. რა ხდება? რავი, დამჭირდა უცბად რა და ორ კვირაში ჩაგახუტებ. ხო, რავი, მაქვს ჯერ არ მჭირდება და 2 კვირით მაქვს რა. აუ, რაც მახარჯი. დაგირიცხო? არა, ბიჭო, რა უნდა დამირიცხო, დაბლოკილი მაქვს კარტენიჩი. აბა, ბანკომატი დაჯე მანქანაში და გავიდეთ რა. რა მანქანაში მივიდეთ, აქვია ბიჭო. რა აქვია, შეჩემო, მეორე უბანშია. ხო და ჩერეს корпуსებით მივგაზოთ, წამო. წამო, აუ, რაც მახარი, ინეჩი, კაკო. ვიცი რა კარგი იყო, ისე დავისვენე, ისე განვიმუხტე. მე მგონი ყველა ადამიანს ჭირდება ზოგჯერ ესე ყველასგან გაცლა რა. აუ რა კაია, მეც მინდა ისე სადმე წასვლა. სულ გეუბნები და არსად არასდროს არ დამყვები და ვერ გავიგე. ხო იცი რა პერიოდი მაქვს ახლა. არასდროს არ მაქვს არაფრის დრო. კარგი რა, ფული შენ გაქვს და ვერაფერში ვერ იყენებ და მამაჩემთან მოგწონს მუშაობა მან და მაინც? კი, თან ძალიან. მამაშენთან რატო არ მუშაობ? ხო იცი მამაჩემი რა ტიპია, ყოველთვის მამაჩემისთვის ვიყავი რაღაცნაირი ნაზი და უმაქნისი არსება. წავიდეთ რა დღეს სადმე? ხო, შეიძლება, ნახოთ. ყავა მაინც დავიოთ. ო, გიხვეწები რა, მე ამას დრაივთან გამიჩერე რა. ო, მაგრად ნერვიულობ ხოლმე, რომ ხშირად ვერ ვნახულობ რა. მეც, მაგრამ რა ვქნა? შეძლების დაგვარად როგორც გამოდის გნახულობ. ო, შენ რა შუაში ხარ? ორი აიცი რაზე ნერვიულობ, რომ აი არც ვიცი როგორ ახარ, ახალი რა ხდება, სულ მინდა რომ მოგიკითხო და გავიგო შენი ამბები რა. რამე ხდება ისეთი? ახალი არაფერი. ძველებურად, ვარჯიში, სწავლა, ცეკვა. კარგია. შეყვარებული? შეყვარებული არა. შენ არ გამოგრჩება ეგ ამბავი. იმედია. დედა რო ჩამოვიდა, იცი? ო. საიდან იცი ალაპარაკე? არა, არ მილაპარაკია, მაგრამ მეც მაქვს რაღაც ინფორმაციები. რაო მე? შენზე არაფერი. ისე მინუცასთანაც არ წამოგწეს რომ ნახე რა. ვიცი, მაგრამ რო იცოდე ნინუცა შენახვას არ დამიშლის. გავიგე, მაგრამ სიფრთხილე საჭიროა მაინც. როგორ ხარ? კარგად. შენ ცეკვაზე არ უნდა იყო? ვიყავი, მაგრამ წამოვედი ადრე, თავიდკიოდ. დაიმშვიდობე მამაშენს და წამოდი. წავით. მიდი. დროებით. დროებით. გამარჯობა. დახმარება ხომ არ გნებოს? ბაზარი არა. ისმენთ? კეთა აქ არის? კი, დაუძახ ხო? ო, აბა რა უნაკი? გვანცა, ქეთუსას დაუძახე რა. ჩემი ძმა. მე გითხარი ქეთას დაუძახე თქო. ეს ქეთუსა და რაღაცები არ გინდა, კაი? კაი.
რა ვქნა, ამის გამო ხო ჩავლეწავდო. აი შეეშვი ძმობაზე. შეშვებული ვარ, ბიჭო, просто არ მევასება ეგეთი რაღაცეები. შეგედი რა ტელეფონი აგიტყდა. არ გაქვს ტელეფონი? ბიჭო, მინდა მეთქი, ხო გითხარი ახლა. ნაირი კაცი ხარ. კაი, მიდი მალე არჩიე რა, მეჩქარება რა. ბიჭო, არჩეული მაქვს, просто ყიდვა მინდა და ეგ არის რა. მომისმინე, ხა ქეთარო მოა ცოტა გაწელე, გაიგე? ვითომ არ გაქვს არჩეული. ეგრე ძალიანაც არ მეჩქარება. Хорошо. დამ. თაკო. გამარჯობა. აშვები? არა, ფიშენშო. ერავი. ვინმე ხო არ გაბრაზეთ? არა, არავინ არ მეპრაზებს. ურამე აქა ვარ, ხო იცი? შენ ხარ? გამარჯობა. ვინმე შეგოდებოდი? არა, რა ხდება? ტელეფონის ბილვა გვინდა. რომელი? 17. უბრალოდ 17? მოგას უკაცრავად, რო გვინდა. მიგითად გქთხა. მოგძანდით. არა, არჩეული მაქვს, უკვე ვიცი რაც მინდა. ფერია გაკარჩეული, ბიჭო. რომელი ფერი გინდათ? ლურჯი ვეჭვი. განმადებით გსურთ? შიდა უპროცენტო განმადება გვაქვს 18 თვიანი. ქეშით ვიხდი. კარგით. მოგძანდით გაჩვენეთ. აი, ეგეთ. იქით. ვიდშეს დაათვალიერეთ, ურამე გაგისწორდება დაგიწყებ. არა, მათო. რა მადლობა, ხო იცი, მე შეძ არაფერი არ მენანება. რა გინდა ლაშე, რატო შემჭამე? რატო შეგჭამ? ჩემი სიყვარული რაღაც პოჩი კომპლიმენტად რომ მიიღო, არა? ერთხელ ხო უკვე მივიღე, ვეღარ უნდა მივხვდე, რომ აღარ არის საჭირო? თავი რო გედო, ჩემს ხარზე ვაფშე სხვა რაღაცას მივხვდი. და მე რას? რას და ველოდ კი არ გეძინა. ჩემს გულის ხმას უსმენდი. აი. ბაზარი არა. აი რა დაბომბილი ვითა ახაურობა. თუ არა ვარ სახში, მოგჭამა ჭირმა ყველაფერი. თადახარ ვიჯო. რა ხდება? გადმოთოლეს ბიჭო, თორე მოიტეხავ კისერზე. განძრიე ხელი სოფელში ხარ ბიჭო. აი რა უყო ეხლა. რას ქვია რა უყო ბიჭო კაცი სოფელში შესაქმეს მომჩენ მერე მეზობლისკენ უნდა გადაწიო ხელი პატარა უცხო რო გამოიეროს არ უნდა იფიქროს მიტოვებულია სოფელიო ყველა მიხედოს თავისას რო გადაიხვეწებიან ქალაქში და იშოვიან ფულს გამოაგზავნონ 2 კაპიკი შენ საკუთარ ჯიბეს მიხედე სხვის ჯიბეში ყურებას და ანებე თავი ნუ რა ხდება სოფელში არაფერი რაფერს დატოვე ისია სვამენ თამაშობენ ჯოკერს ისევ დალევასე შენ რამ ჩამოგიყვანა ავტობუსმა შეიძლება ჩამოვიდე სოფელში რაღაცა ვერ ხარ ხასიათზე ის როგორა კარგად როგორ მოხდა რო არ წამოყვა არეცალა დადგერ ჩაისწყალი შაქარი რო არა ვაიშეს პატრონს მედურს აი რა უშაქრო დავლევ კაი კობაიერა შობაი თხლად ნახსოვი არაფერს ხალი ჩამოვიდა და თავს არყოფს გარეთ ლეწავს ალბათ ახლა იმას უკრამიდეს მაგ გენადი გადმოვა ცოტა ხანში რაღაც საქმე მაქვს და გავხსნათ ისოციანი გახსენი გასა რაც მეკითხები შენი ჩამოსვლაც აუღნიშნოთ ალო აი ხა ტაქსი გამოვიძახე და მოვდივარ ხო სალი მარია მარი როგორ ხარ? ნახე ვინ გაგაცნო? გამარჯობა გავარჯობთ ეს მომეჩენია, ეს სალია. სასიამოვნო ჩემთვისაც ძალიან უყვარხართ მარიამს აი სულ თქვენზე მელაპარაკება სახში ჩვენ უკვე ძალიან კარგი მეგობრები ვართ იცი, მე საჩუქარი მაქვს შენთვის. მართლა? კი, ჩემი ხელით გავაკეთე და მე გაჩუქებ. გავგიჟდები ძალიან დიდი მადლობა აი ტაქსი მოვიდა ეხლა გავრბივარ და მე გნახავ ხო? კარგად იყავით ძალიან სასიამოვნო კარგად. ნახვამდის
კახა ხო გთხოვი ფრთხილად იყავი მეთქი არა? ბიჭო, სესილი მთხოვა რაღაცა კოქტეილის გასინჯვა უნდოდა რა. უარი ვეღარ უთხარი. აი ხო ხვდები ისედაც იშვიათად ნახულობ და რაღაცას რომ თხოვს, აი რანაირად უთხრა უარი. მესმის, მაგრამ დაგერეკა რა ჩემთვის და მე მოგიტანდით ბოლოს და ბოლოს რა. ან რამე სხვა მოგეფიქრებინა. ხო ვიცი ჩემგან როგორადაც ჩანს არა? იქ გაგიჟდება ანდრეევიჩი რა. შენ არ შეგექმნას რამე პრობლემა თორე. ანდრეევიჩი გაგიჟდება თუ არა, მაგრად კიდია რა. მე არ მკიდია, კახა ძმაო. ხო იცი ამას რატომაც ვაკეთება რა? შენს ადგილზე სხვა ნებისმიერი რო იყოს. ან სესილი ესე მაგრა რო არ მიყვარდეს, ამას არ ვიზამდი, ხო იცი? ვიცი ხო. ბოდიში რა. აუ, კახა, აი რა, ბოდიში რა შუაშია მე და შენ შორის. სესილიც არაფერს არ ეტყვის. სხვა იტყვის ძმაო. არა, შენ მაგაზე არ იდარდა. რაღაცას ვიზავთ. არა, აი შენი ამბავი როგორ იქნება, აი გარვიცი. შენი და სესილის ნახვის თემაც შენ რა უნდა გქნა? მე ვაფშეტა ანდრეევიჩის არ სოლოდები. ხო და აი ვეთყვი ყველაფერს რა. რაც იყო, როგორც იყო. რატომაც იყო. ხო და ადექი და მე დამაბრალე რა. ტიპს ისედაც არ ვევასები და ერთით მეტი, ერთით ნაკლები მაგრად კიდია. ახლა რა უნდა კითხო იცი? აი შენ რო ჩემ ადგილზე იყო. დამაბრალებდი? რა შუაშია ხა? აბა რებს ლაპარაკობ აზრო. ბიჭო, ამ შემთხვევაში ესე ჯობია მეთქი მაგას გეუბნები. კაი რა, კარგი, გაჩერდი რა. ვიზავთ რაღაცას. მაგრამ ანდრეევიჩი მაგარი გაბრაზებული იქნება. და ეხლა ცოტა მოერიდე რა. ვეცდები დაველაპარაკო და იქნება რამე გაიგოს. ესე ჯობია რა, რაღაცა ცივილურად. ან შენ როდემდე უნდა იმალებოდა ესე? ბოლოს და ბოლოს შენი შვილია ძმაო. აუ წავედი რა გახ. მადლობა რა. კარგი რა, მადლობა. ჯიგარი. ჭკვიანად იყავი ცოტა. აი და. ვედი. საანე ჭვიანი გახდა ამ ბოლო დროს. ამ ბოლო დროს რა მანამდე არისო? კი, მაგრამ ესეთი არა. აი, ჭვიან კაცზე საშინელება არაფერი არ არის რა. მახსენდება ბოგიტა, როგორ უაზრობებზე ჭედავდა ხოლმე. თქვენ კახალ ამის სუაში ჩადიწყოთ და მაგაზე ყველა გაჭედავდა სო. რებს იქონებს ალე? რებს იგონი? მე რა შუაში ვარ საერთოდ? კაი ჰალა იქიდე. მერე?
მე არაფერი. ძალიან გაბრაზებული ვარ და არ ველაპარაკებ. გაატარე რა. რანაირასავ? მაშინ უნდა დაშრავდო. შენ რაღაც ვერ გცნობ ამ ბოლო დროს და რა ხდება? ეგრეან დამიჯერე რა, ეჭვიან ადამიანს არაფერი არ გამოასწორებს. ან უნდა შეეგუო, ან უნდა დაშრავო. ეგ მარტანია. თავიღალე რა. ზუსტად მესმის შენ. არა და ბუკას საათად არ ეთქობოდა რომ ეჭვიან მიეთხოვდა. ეხლა რა დაემართა? არ ეთქობოდა. როგორც კი დაუნახე, მივხვდი ქცევებზე რომ ძალიან ეჭვიანი. მომესმე მექანას ხოლმე. ეხლა კი ყოველთვის დაუნჯერე, თაღზე დაგაჯდება. და ბარემ უკვე იცოდო რა შენი ადგილი რა. არა, მართლა ყველაფერს ვითვალისწინებ, რაც არ სიამოვნებს. მაგრამ ზოგჯერ ძალიან ზედმეტად იმოსდის. რანაირად უთხრა ბიცგა ყველაზე უარი, როცა იცის, რომ სახლში მივდივარ და თან ჩემსკენ ცხოვრობს. ხო და არ უთხრა. შენი ხმარიც ცოტა მიხვდება რომ უაზროდ ჭხუბობს და გაიღლება რა. არა, ეგრე არ. აბა, მაშინ რა გიყო, შეეგუე რა ვიცი. ჩემი მამა ფილმი რეკავს. ალო? საითხარ ანიჩკა. გოგორთან ერთად ვარ. დაგაგვიანდება? ჯერ აქ ვარ, რა ხდება? არა, რა შეიცი საქმე, ჩემი მეგობრები მოდიან ჩემთან და ნინოს კიდე რაღაც საქმე აქვს, უნდა გავიდეს და მეთქი ამ რთულ კულინარიურ სიტუაციაში იგება ჩემი საყვარელი რძალი დამეხმაროს ხო რა, ესე ვიფიქრე და. რამდენ ხანში მოვლენ? მოვლენ რა ესე 2-3 საათში რა. კარგი. მანამ და გამოვალ და მოვალ. ეს რეპაიო. მეც ძალიან მიყვარს. რა არის? ეს ის არის რომ გეუბნებოდი კოლაგენით, ხო? კაფსულებშია ესეც? კი, კაფსულებში. შენ ხო გაქვს მე ამას აპარატი? კი, როგორ ვარ? ხო და გაგატან. რათ მინდა გატანება? იღილი ჩვენით. აი გოგო, რატო უნდა იყიდო? სხვათა შორის აი ამ სტრესების ფონზე ესე რომ გამოვიყურები, ამის დამსახურებაა. კი, კანი კი გაქვს 20 წლის გოგოსავი. ხო და გაგატან. კარგი. ორი დღეა ბიჭო, შუქი არ მაქვს სამზარეულოში და ტვინი შეჯამის. რა დაემართა? რა დაემართა და უთანხმოება აქვს ჩამფრთელთან. რა დაემართებოდა? დაიწვა. ლამბოჭვა. მე გამოცვალე ბიჭო. იმის სიგზე ხარ ატამს ყბიჩავ ხეზე მოუწყვეტლად და რა. აი გამოცვალე რა გახდა? აი მეზარება ბიჭო. და იქცა სოფელი. მოდი მამა ამ ჭიქით ჩვენ კუთხეს გავომარჯოს. ჩვენი კუთხის სამეზობლოს გავომარჯოს. ღმერთმა შეიძლება მოგცეს და ჯანმრთელობა. რა გიმარჯოს? გავომარჯოს ჩვენ სოფელს ამ კუთხეს. და ყოველთვის იყოს მაო სიყვარული, სიკეთე, გვერდში დგომა, ნამუსი, ზრდილობა, თქვენი დამსახურებაცაა ეგ. გავომარჯოს ჩვენ სოფელს და ჩვენ კუთხეს. გავომარჯოს. გაუმარჯოს. იო ამას დავლებ და მე დაგტოვებ თქვენ ჯერი მე. მე როგორც გინდა მა. გაიჩერდი ცოტა ხანი. დავიღალე ბიჭო, ამ ხალხს გამოვიარე. აბა შენთვის ბიჭო, სამშაბათი და პარასკევი ერთია ყველა. შენ რა გენაღლება? ისე რამაგის პასუხია და კობაიას საცოლეზე თუ შეიტყვეთ რამე. რა? რა. გათხოვილი ყოფილა და ერთის კამეიკა ხმარშული ყავს. ვინ გითხრა მაგიშე? თუ ნახატკმა მაგას აგერ სოფელში ლაპარაკობენ. აი, დაილია ხალი. არ ვიცი, მე ალბათ მეორადების საიტზე ეძებდა სეკენდ-ჰენდში. რა იყო, რა პირი აიმყრალეთ სოფლის დედაკაცებივით. სალაპარაკო მეტი არაფერი გაქვთ. რა თქვენი საქმეა? კობაიავის მოიყვანს ცოლად და ვის დაიწყეს ლოგინში. შენს ოჯახს მიხედები, შენ ცოლს მიხედე. ლამბოჩკა რო ვერ დაგიგია იქ და ცხვირპის იმტრევენ კუხნაში. ასე ბიჭო, სამეზობლო სადღეგრძელოს დალევოს სულ არ დალიო ჯობია. კაი, მამა, გაიგო და თქვა თვითონ ხო არ მოუგონი. ასე თუ გეწყინებოდა ახლა ბიჭო, გიტყოდი საერთოდ. კაცო, გაბრაზება კი არა, თავარი. შენმა თავმოყვარეობამ არ უნდა მოგცეს ამის თქმის უფლება. ეს ვინ მოსულა? სამი ჭიქა დავლიეთ სულ. გამარჯობა. ენაცარი.
აუ რა ფერ გავიხარდა ბიჭიკო შენი ჩამოსვლა. გაიხარ. ოში დობა. კი, კაცო, შენ რა ფერ ხარ? ძლემურად. მოდი დამიჯექი ეგე. და ლევრამის. თქვენ გვეჭრა ვარ დავლი კაცო. ესე ბიჭო ეს შეხვდი ამას წინათ და კობაიასთან ვსვამდითო. იმ გოგო ისეთი პატივი გვცაო. სიბრუტივი ტრიალებდაო. აი რა პატივი ვეცით კაცო. არა შენ იმნაირი მამიშვილი ხარ და იმნაირი კაცი ხარ ახლა გლახაზ და უნაიროს არ შემოიყვანდი აქ უბანში. აქ წვენია. არ წვენია. არ წვენია. ჩამოასხი შენ მე თემს და ჩანგალს მოვიდა. აი არ გინდა ახლა რა გინდა კაცო. ბიჭიკო რა ხდება ქალაქში? რაც არ ხდება ეს? მოკალაკო სულ ახლა და ახალო შენზე დვარადების დედა შენ თბილის ქალაქო რუსთაველის ქალაქო შემოხულა შენი დიდების სულზე მოხდეს სულზე რა ხდება თეატრში? ვიცი როგორ მომწონს. ძალიან კაი. ამის მინე სპექტაკლი რო გექნება მითხარი და გოგობს ვეთქვა და წამოვიყვან. აუცილებლად გელოდებით. აუ, რაზე უკაიფო ვიცი? დარწმუნებული ვარ, ლუკას ძალიან არ მოწა, შემიკავდა, მაგრამ ხმას რო არ იყავს, არ ვარი მიჩნევ, აი მაგაზე. ხო, რო დამირეკეს ეგრევე სახე შეეცვალა. აი მე აქამდე ხომ მევყავდი შეკრული. ეხა შენზე გადმოერთო. ეს არ ჩაითვა, იქ არ წახვი და მღლიდა, მაგრამ ეხა წარმომიდგენია შენ რა დღეში ხარ. უნდა გავუწვო. წავა იმათ ყავას შეთავაზე. აბა, ყავას ხომ არ მიირთმევთ? შაქრონების მერე. სულ ერთია. მე შეგირჩევთ. მე არ მინდა. მე კი მინდა. თუ არ შეგაწუხებ, იცი რომელი ტყის თხილი რო არა, აი ეს კემრიელი ხო, აი ეს. მე მინდა ჟოლო და პიტნა მინდა. ვაშენ? არა მე არ მინდა შეგაწუხებ რა. აღე როგორი არჩევანია ტყის თხილი, უშაქრო, შენ იყო ვინუყურებდა ბიჭო მაგაზე რაღაცა დაგველია რაღაცა გვეჭამა 90-იანი წლები. აუ რა გამახსენდა ეხა ბავშვებზე გამახსენდა რა, ბავშვებისა პატარები იყვნენ. ჩვენს ახალგაზრდები ვიყავით ბიჭო რა, არც საჭმელი, არც შუქი, არც რესტორანი, არაფერი რა. აბა რა დრო იყო, დავიდა. ხო და ბათუმიდან მოვდივარ ერთხელ რა, რაზე გამახსენდა და რაღაცა ნატურა დავინახე, ძალიან სულათა ვართ რა, ხშია და ეგება ვინმე ღვთისმიერმა კაცმა რაღაცა გვაჭამოს ბიჭო და შეუხვიეთ რა სინათლე პატარა შუქია რა და დავინახეთ თეთრ ხალათში ჩასმული მართლაც ისეთი კაცი რა პატარა დუქანივით იყო რა პატარა შუქი ბჟუტავს რა ეგ რა ეს რაღაცა ფულს ითulis გაიგეთ ეთყობა შეტრიალებულებს რომ ყაჭაღობაა რა ხდება და მეთქი არ შევაშინო და ბაბუ როგორ მზადებით მადლობ ჩვილო მადლობ ხანშესული კაცი იყო და მე ვთხარი რა კარგი ბაბუ რა გაქვს მეთქი გაგიდა ტრიალ და თან ითulis ხასიათი მაგარიში მართლა რა დრო იყო და მართლა რაღაცნაირი დრო იყო მაგრამ სამაგერად ურთიერთობები იყო რა აი შენ რა შემოხვედი იმის მერე გაკვირდები რა და მაგრამ ეცნო თბილისი პატარა ქალაქი დაუბრელი სოლაკერი ტურას იცნო ტურას არა და ჩუქჩას ჩუქჩასაც არ უჩი დავა მაგ უბანში ხილით ხარ ავშობიდან იქ ცხოვრობ იქ დავიბადე არა ხო ცხოვრობ აბა კი კაცო როგორ არ ცხოვრობ არა აი რა დროს ტურა და ჩუქჩა და მაგორა აი რა მოდი ჩვენ შეძენის შვილებსაც გავამარჯვოთ აგერჩეთ ულამაზეს გოგოს გავამარჯვოთ თქვენ შვილებს გავამარჯვოთ გაუნაცვალეთ ანი შენ შემოგევლე გაგიმარჯვე კარგად იყავი ჩემო კარგი დიდი მადლობა ჩემი ანი ისეთი გოგოა ისეთი სიმღერა იცის ისეთ თბილად მე ბავშვს რვაძინებს ესე იგი მოკლედ სულ ყველას გვეძინება ოჯახში ისეთი გოგოა შენ გენაცვალე შენ შენს რა გაგიმარჯვის მადლობა ვაშენ გაგიმარჯვე დიდი მადლობა
ჩემო ანი, ჩემო ლუკა, გაგიმარჯოს, თქვენ გენაცვალეთ თქვენ. რა შეიძლება ეთქვას? თქვენ ისეთი მამამთილი ხართ, ისეთი კაცია, მე არ ვიცი, რა ვთქვა. წითელ წიგში შესატანი ადამიანი. მე არ ვიცი, კაცი ლეგენდა. კარგად იყავით, ერთმა დაგვეცოთ, გაგიმარჯოს. ძალიან დიდი მადლობა. აუმარჯოს. ბედნიერება, სიკეთე, რა ვიცი, არ მოგიშალოთ. აი ხარ. გამარჯობა. ელენი თქვენ ხართ? არა, ერთ წამით. ელე! აუ, მოდი. მოდი ვარ. გამარჯობა. გამარჯობა. ეს თქვენთან გამომატანი. აი, მადლობა. დიდი მადლობა. ტელეფონი. ის გავიცი, გოგო. 17-ია? ხო. შეიძლება მართლა გავგიჟდე, მამა, ამდენი პრობლემაა, ეს ბავშვი დაგდებული ქუჩაში უპატრონოთ. გამაგებინეს მერაბი, სად არის, ნუ? აი მოვა სულხანი და გვეტყვის ყველაფერს რაც მოხდა. სად არის ეს კაცი? გამაგებინე, რას არკვევს ამდენი ხანი? კარგი დაწყნარდი. დღეიდან ფეხს აღარ გადადგამს სესილის სახლიდან გარეთ. აი კახას რაც შეეხება, ჩემი ბრალია, ჩემი ბრალია კიდე ამდენი სუფლებას რომ აძლევს თავს. მამა, მომისმენე, სანამ კახას ლანცხვაზე გადახვალ, ჯერ მერაბის მიხედე რა, მაგის აი ესეთი საქციელებით შეიძლება დავიღუპოთ. ნერევი ჩველაპარაკე. აბა რა ხდება? მერაბს ველაპარაკე და სესილი მას არ წაუყვანია. აბა? გეგამ წაიყვანა. გეგა? ხო, აქ მოსულა, მერაბისთვის უთქვამს, მე წავიყვანო და ამასაც გაუტანებია რა. გეგა რა შუაში? დღეიდან გეგას ყოველი ფეხის ნაბიჯი გააკონტროლეთ. სად მიდის, ვის ხდება, ვის ელაპარაკება, ყველაფერი.